შრიმად ბჰაგავატამი, სიმღერა პირველი, თავი მეათე, უფალი კრიშნა დვარაკას მიემგზავრება. შაუნაკა მუნიმ იკითხა, მისი კანონიერი მემკვიდრეობის მიტაცების მოსურნე მტრების განადგურების შემდეგ, როგორ მართავდა ძმების დახმარებით თავის ქვეშევრდომებს მაჰარაჯა იუდჰიშთირა, უდიადესი მორწმუნეთა შორის, უეჭველია, შეუძლოვდა ვიცნობიერებით, უსაზღვროდ ვერ დატკბებოდა მეფობით. სუტა გოსვამიმ თქვა, უფალი შრი კრიშნა, ღმრთების უზენაესი პიროვნება, სამყაროს მასულდგმულებელი, გააბედნიერა მაჰარაჯა იუდჰიშთირას თავის სამეფოში ხელახლა დამკვიდრებამ და ბამბუკებში გაჩენილი ხანძრის მსგავსი რისხვით განადგურებული კურუს დინასტიის აღდგენამ. მას შემდეგ, რაც ბჰიშმადევასა და უფალი შრი კრიშნას შემცდარი უფლის სიტყვებმა ნათელი მოჰფინა მაჰარაჯა იუდჰიშთირას, იგი სრულყოფილი ცოდნის საკითხებით დაკავდა, ვინაიდან ყველა მისი ეჭვი გაფანტული იყო. ასე მართავდა იგი ხმელეთს და სხვებს და უმცროსი ძმებიც გვერდში ედგნენ. მაჰარაჯა იუდჰიშთირას მეფობის დროს ღრუბლები იმდენ წყალს ხვრიდა, რამდენიც ხალხს ესაჭიროებოდა, ხოლო მიწა უხვად იძლეოდა ყოველგვარ აუცილებელს. სავსე ჯიქნიანი და მხიარული ძროხები საძოვრებს რძით ნამავდნენ. მდინარეები, ოკეანეები, მთები, ტყეები, ვაზები და სამკურნალო ბალახები წელიწადის ყოველ დროს უხვად უხდიდნენ მეფეს გადასახადს. იმის გამო, რომ მეფეს მტერი არ ჰყავდა, ცოცხალ არსებებს არასოდეს აწუხებდათ ჭკუის მოუსვენრობა, სნეულობანი ან მოჭარბებული სიცხე თუ სიცივე. ნათესავების დასამშვიდებლად და თავისი დის სუფადრას საამებლად, შრი ჰარი, უფალი შრი კრიშნა, რამდენიმე თვეს ცხოვრობდა ჰასტინაპურში. შემდგომ, როდესაც უფალმა წასვლის ნებართვა ითხოვა და მეფემ ნება დართო, მან თაყვანი სცა იუდჰიშთირას მის წერბებთან თავის მოდრეკით და მეფე გადაეხვია მას. ამის შემდგომ, როცა სხვებიც გადაეხნინენ და მან მათგან თაყვანისცემა მიიღო, უფალი ეტლში ავიდა. ამ დროს სუფადრას, დრაუპადის, კუნტის, უტარას, განთარის, დრიშტარაშტრას, იუიუდსუს, კრიპაჩარიას, ნაკულას, საჰადევას, ფიმასმენას, თაუმიასა და სატიავატის თითქმის გონება დაეკარგათ, რადგან უფალ კრიშნასთან განშორება აუტანელი იყო მათთვის. გონიერი პიროვნებები, რომელთაც წმინდა ერთგულებთან ურთიერთობაში უზენაესი უფალი შეიცნეს და თავი დააღწიეს არასასურველ მატერიალურ ურთიერთობას, ვეღარ მოსწყდებიან უფლის დიდების შესახებ მოსმენას, ერთხელაც რომ ჰქონდეთ გაგონილი. მას როგორ შეეძლოთ მასთან განშორების ატანა პანდავებს, რომელთაც უახლოესი ურთიერთობა აკავშირებდათ მის პიროვნებასთან, პირისპირ ხედავდნენ, ეხებოდნენ, ესაუბრებოდნენ, მასთან ერთად ეძინათ, ისხდნენ და შეექცეოდნენ. ყველა მისადმი სიყვარულით თნებოდა, თვალის დაუხამხამებლად შესცქეროდნენ და შემგთალნი ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდნენ. კრიშნას გამო აღელვებული თვალცრემლიანი ნათესავი ქალები სასახლიდან გამოვიდნენ, ტირილს ძლივს იკავებდნენ, ეშინოდეთ, გამგზავრებისას ცრემლები უბედურების მიზეზი არ გამხდარიყო. როცა უფალი ჰასტინაპურის სასახლიდან მიემგზავრებოდა, მისადმი პატივისცემის გამოსახატავად ერთდროულად ჟღერდა მრავალგვარი დოლი, მრდანგა, თოლა, ნაგრა, თუნთური, დუნდუბი, აგრეთვე სხვადასხვა სახის ფლეიტა, ვინა, გომუქა და ფერი. უფლის ნახვის ძლიერი სურვილით შეპყრობილი კურუს სამეფო გვარის ქალები სასახლის თავზე ავიდნენ და იქედან ნაზი და მორცხვი ღიმილით ყვავილებს აფრქვევდნენ უფალს. ამ დროს არჯუნამ, დიადმა მებრძოლმა და ძილის დამარცხებელმა, ვინც უსაყვარლესი უზენაესი უფლის ყველაზე ახლო მეგობარია, ამოიღო ქოლგა, რომელსაც ძვირფასი სახელური ჰქონდა და მარგალიტებით იყო მორთული. უთავამ და სატიაკიმ უფლისათვის მორთული მარაოთი დანიავება დაიწყეს და მოფანტულ ყვავილებზე მჯდომმა უფალმა მათუს ბატონმა გამგზავრება ბრძანა. აქა-იქ ისმოდა, რომ კრიშნას დალოცვა არც შესაფერისი იყო და არც შეუფერებელი, ვინაიდან ყველა გამიზნული იყო აბსოლუტისტვის, ახლა
რომ ადამიანის როლს თამაშობდა. რჩეული ლექსებით ნაქები უფლის ტრანსცენდენტულ თვისებებზე ფიქრში ჩაძირულმა, ჰასტინაპურის სახლების სახურავებზე მყოფმა ქალებმა მის შესახებ საუბარი დაიწყეს და ეს საუბარი უფრო მიმზიდველი იყო, ვიდრე ვედების ჰიმნები. მათ თქვეს, აი ისიც ღმრთების თავდაპირველი პიროვნება, სწორედ ისეთი, როგორიც გვახსოვს, მხოლოდ იგი არსებობდა ბუნების მოდუსების სამყაროს გამოვლენამდე და რამე თუ იგი უზენაესი უფალია, თავისი უმოქმედო ენერგიით, მხოლოდ მას ერწყმის ყველა ცოცხალი არსება, თითქოს ღამის ძილში იძირებოდეს. როგორც ღმრთების უზენაესმა პიროვნებამ, კვლავ მოისურვა თავისი განუყოფელი ნაწილებისათვის სახელებისა და ფორმების მიცემა. ისინი კვლავ მატერიალურ ბუნებას დაუქვემდებარა. მატერიალურ ბუნებას მისი ენერგიით ენიჭება ხელახლა შექმნის ძალა. აი ღმრთების სწორედ ის უზენაესი პიროვნება, ვის ტრანსცენდენტულ ფორმასაც აღიქვამენ დიადი ერთგულები, რომლებიც განუხრელი ერთგულის სამსახურისა და ცხოვრების, აგრეთვე გრძნობების სრული კონტროლის ძალით მთლიანად თავისუფალნი არიან მატერიალური ცნობიერებისაგან. ეს არის ყოფიერების განწმენდის ერთადერთი გზა. ო ძვირფასო მეგობრებო, აი ის ღმრთების პიროვნება, რომლის მიმზიდველი და იდუმალი გართობები მისი დიადი ერთგულების მიერ ვედური ლიტერატურის ყველაზე საკრალურ ნაწილებშია აღწერილი. მხოლოდ იგია მატერიალური სამყაროს შემქმნელი, მასულდგმულებელი და გამანადგურებელი და მას მაინც არაფერი ეხება. სადაც მეფეები და მმართველები ცხოველების მსგავსად ყოფიერების უმდაბლეს მოდუსებში ცხოვრობენ, უფალი ტრანსცენდენტულ ფორმაში თავის უმაღლეს ძალას, აბსოლუტურ ჭეშმარიტებას ავლენს, მორწმუნეთადმი განსაკუთრებულ წყალობას იჩენს. ასრულებს საოცარ მოქმედებებს და სხვადასხვა პერიოდებისა და ეპოქების საჭიროების მიხედვით მრავალგვარ ტრანსცენდენტულ ფორმას ავლენს. ო რა განდიდებულია მეფე იადოს დინასტია და რა სიკეთით სავსეა მათურას მიწა, სადაც დაიბადა და ბავშვობაში დასეირნობდა ყველა ცოცხალი არსების უმაღლესი წინამძღოლი, ბედის ქალღმერთის მეუღლე. მართლაც საოცარია, რომ დვარაკამ ზეციური პლანეტების დიდება დაბინდა და დედამიწა დღესასწაულით აავსო. დვარაკას მცხოვრებლები განუწყვეტლივ ხედავენ ყოველი ცოცხალი არსების სულს, კრიშნას, მის სასიყვარულო ასპექტში. იგი უმზერს მათ და ტკბილი ღიმილით ანიჭებს წყალობას. ო მეგობრებო, ერთი წარმოიდგინეთ მისი ცოლები, რომლებზედაც მანი ქორწინა, როგორი აღქმები, განბანვები, ცეცხლის მსხვერპლშეწირვები და უფლის სრულყოფილი თაყვანისცემა უნდა გაევლოთ, რომ ახლა გამუდმებით მის ბაგეთა ნექტარით ტკბებიან. ამგვარი წყალობის მოლოდინში ბრაჯაფუმის ქალწულები ხშირად გონებას კარგავდნენ. ამ ქალების შვილები არიან პრადიუმნა, სამბა, ამბა და ასე შემდეგ. ქალები რუკმინი, სატიაფამა და ჯამბავატი მან ძალით წაიყვანა მათი სვიაიამარა ცერემონიიდან, იმის მერე რაც შიშუპალათი დაწყებული მრავალი ძლევამოსილი მეფე დაამარცხა. მან სხვა ქალებიც მოიტაცა, ფაუმასურასა და მისი ათასობით დამხმარეს მოკვლის შემდეგ. ყველა ეს ქალი განდიდებულია. მიუხედავად იმისა, რომ პიროვნულობა და სიწმინდე არ გააჩნდათ, ამ ქალების სიცოცხლე განდიდებული იქნა. მათი ქმარი, ლოტოსის თვალება ღმრთების პიროვნება, შინ მარტოებს არასოდეს ტოვებდა, იგი ძვირფასი საჩუქრებით მუდამ გულს უხარებდა მათ. ვიდრე ქალაქ ჰასტინაპურის ქალები მას ესალმებოდნენ და ერთმანეთში საუბრობდნენ, უფალმა ღიმილით მიიღო მათი კეთილი მისალმება და მოავლო რა მოწყალე მზერა ქალაქიდან გაემგზავრა. თუმცა არავის მტრობდა, მაჰარაჯა იუთიშთირამ დაცვის 4 რაზმი, ცხენები, სპილოები, ეტლები და ქვეითი ლაშქარი გაგზავნა, რათა თანხლებოდნენ უფალ კრიშნას, ასურების, დემონების მტერს. მაჰარაჯა მტრისგან თავის დასაცავად და აგრეთვე უფლის სიყვარულის გამო მოიქცა ასე. უფალი კრიშნასადმი ღრმა სიყვარულით პანდავებმა, რომლებიც კურუს დინასტიას ეკუთვნოდნენ, კარგა მანძილზე გააცილეს იგი. ისინი მომავალ განშორებაზე ფიქრს მოეცვა, მაგრამ უფალმა პანდავები შინ დაბრუნებაზე დაიყოლია
და თავის ძვირფას თანამგზავრებთან ერთად დვარაკასკენ გაეშურა. ოშაუნაკა შემდეგ უფალი კურუჯანგალას, პანჩალას, შურასენას, მდინარე იამუნას ნაპირზე განლაგებული ქვეყნის ბრაჰმავარტას, კურუქშეტრას, მასტსიას, სარასვატას, უდაბნოს პროვინციისა და უწყლო მიწისაკენ გაემგზავრა. ამ პროვინციების გავლის შემდეგ თანდათანობით საოვირასა და აფირას პროვინციებს მიაღწია, შემდეგ მათ დასავლეთით სვლისას ბოლოს და ბოლოს დვარაკას მიადგა. ამ პროვინციებში გავლისას მას ეგებებოდნენ, თაყვანს სცემდნენ და საჩუქრებს აძლევდნენ. საღამოობით, სადაც არ უნდა ყოფილიყო, უფალი საღამოს რიტუალების შესასრულებლად ჩერდებოდა. ასე ხდებოდა ყოველი მზის ჩასვლის შემდეგ. თავი მე-11 უფალი კრიშნას დაბრუნება დვარაკაში. სუდა გოსვამიმ თქვა, მიაღწია რა თავის ყველაზე აყვავებულ მხარეს, რომელსაც ანარტათა ქვეყანა დვარაკა ეწოდებოდა, უფალმა ჩაბერა თავის სიკეთის მომტან ნიჟარას, რითაც თავის ჩამოსვლას ამცნობდა და სასოწარკვეთილ მცხოვრებლებს აშკარად ამშვიდებდა. თეთრი და მომრგვალებული ნიჟარა, რომელიც უფალს ეჭირა ხელში, ჩაბერვისას მისი ტრანსცენდენტული ბაგეების შეხებას გაეწითლებინა. გეგონებოდათ თეთრი გედი თამაშობდა წითელი ლოტოსის ყვავილების ღეროებში. როცა დვარაკას მოქალაქეებმა გაიგონეს ხმა, რომელიც მატერიალურ სამყაროში განპირობებულ შიშსაც კი ემუქრება, სწრაფად გაიქცნენ მისკენ, რათა ყველა ერთგულის მფარველ უფალს შეხვედროდნენ და ამით დიდი ხნის წადილი აესრულებინათ. მოქალაქეები უფალს შესაფერისი ცხენებით გამოეცხადნენ, სთავაზობდნენ რა მათ ბოლომდე კმაყოფილსა და თვითკმარს, ვინც თავისი ენერგიით გამუდმებით ამარაგებს სხვებს. ეს ცხენები მზისათვის ლამპარის შეთავაზებას ჰგავდა და მაინც როგორც მეურვეობაში მყოფნი ეგებებიან თავიანთ მეურვესა და მამას, მოქალაქეებმა ექსტაზით წარმოთქვეს უფლის მისასალმებელი სიტყვები. მოქალაქეებმა თქვეს, ო უფალო, შენ გეთაყვანება ყველა ნახევარღმერთი, როგორებიც არიან ბრაჰმა, 4 სანა და თვით ზეცის მეფე. შენ ხარ საბოლოო განსასვენებელი მათთვის, ვინც სიცოცხლეში ჭეშმარიტად უმაღლესი სარგებლის მიღწევითაა შთაგონებული. შენ ბრძანდები უზენაესი ტრანსცენდენტული უფალი და გარდაუვალი დრო შენზე ვერავითარ გავლენას ვერ ახდენს. ო სამყაროს შემოქმედო, შენ ხარ ჩვენი დედა, კეთილის მსურველი, უფალი, მამა, სულიერი მოძღვარი და სათაყვანებელი ღვთაება. შენი ნაკვალების მიყოლით ყოველმხრივ წარმატებას მივაღწიეთ, ამიტომ გემუდარებით, კვლავაც გვაკურთხე შენი წყალობით. რა ბედი გვეწია დღეს შენი აქ ყოფნის გამო, კვლავ შენთან რომ მოვედით, თავის შესაფარებლად, რამე თუ შენი მეუფება, ზეცის მცხოვრებლებსაც კი იშვიათად ესტუმრება ხოლმე. ახლა შესაძლებლობა გვაქვს შევხედოთ შენს სიყვარულით სავსე მომღიმარ სახეს. შეგვიძლია დავინახოთ ყოველგვარი მადლით სავსე შენი ტრანსცენდენტული სხეული. ო ლოტოსის თვალება უფალო, როცა მათურაში, ვრინდავანში ან ჰასტინაპურში მიდიხარ მეგობრებთან და ნათესავებთან შესახვედრად, შენთან განშორების ყოველი წამი მილიონობით წლებს აღგავს. ო შეუმცდარო, ამ დროს თითქოს მზე მოგვაკლდაო, თვალები უმოქმედო გვიხდება. ო ბატონო, თუ გამუდმებით სხვაგან იცხოვრებ, მაშინ ვეღარ შევძლებთ შენი მიმზიდველი სახის დანახვას, რომლის ღიმილიც ჩვენს ყოველგვარ ტანჯვას სპობს. როგორ უნდა ვიარსებოთ უშენოდ? მოისმინა რა მათი ნათქვამი, უფალი, რომელიც ასე კეთილია ქვეშევრდომთა და ერთგულთა მიმართ, შევიდა ქალაქ დვარაკაში და მათზე ტრანსცენდენტული მზერის მოვლენით მიიღო მათი ყოველი მისალმება. როგორც ფოგავატის, ნაგალოკას დედაქალაქს იცავენ ნაგები, ასე იცავდნენ დვარაკას ვრშნის შთამომავლები, ფოჯა, მათუ, დაშარჰა, არჰა, კუკურა, ანთაკა და ასე შემდეგ. ისინი ისეთივე ძლიერები იყვნენ, როგორც უფალი კრიშნა. ქალაქი დვარაკაპური წელიწადის ყოველ დროს სიმდიდრით იყო სავსე. იქ ნახავდით მწირების საცხოვრებლებს, ხეხილის ბაღებს, ყვავილნარებს, პარკებსა და წყალსაცავებს, რომლებიც ლოტოსის ყვავილებით იყო სავსე.
ქალაქის კარიბჭე, სახლების კარები, გზების გასწვრივ მდგომი ყვავილწნულებით შემკული თაღები უფლის შესახვედრად ლამაზად მოერთოთ სადღესასწაულო ნიშნებით, ბანანის და მანგოს ხეების ფოთლებით. დროშები, ყვავილწნულები, მოხატული აბრები და ლოზუნგები ყველაფერი ერთად მზის შუქს ჩრდილავდა. ფართო გზები, გვირაბები, ბილიკები, ბაზრები და სახალხო თავშესაფრის ადგილები საგულდაგულოდ გაეწმინდათ და შემდეგ სურნელოვანი წყლით დაენამათ. უფლის შესაგებებლად ყველგან ხილი, ყვავილები და მთელი თესლები მოეყარათ. საცხოვრებელი სახლების ყოველ კართან დაეწყოთ წარმატების მომტანი ნივთები, მაწონი, მთელი ხილი, შაქრის ლერწამი, წყლით სავსე სურები და თაყვანისცემისთვის საჭირო საგნები, ნელსაკმეველი და სანთლები. როცა შეიტყვეს, რომ უძვირფასესი კრიშნა დვარაკადამას უახლოვდებოდა, დიდსულოვანმა ვასუდევამ, აკრურამ, უგრასენამ, ბალარამამ, ზეადამიანურად ძლიერმა, პრადიუმნამ, ჩარუდეშნამ და სამბამ ჯამბავატის ვაჟმა მეტისმეტი ბედნიერებისაგან თავი ანებეს დასვენებას, ჯდომას და ჭამას. ისინი აჩქარებით გაეშურნენ უფლისაკენ ეტლებით, თან ბრაჰმანები ახდნენ, რომლებსაც ყვავილები მიჰქონდათ. წინ მიუძღოდნენ სპილოები, კეთილი ბედის მაუწყებელნი, ჟღერდა ნიჟარები და საყვირები, გალობდნენ ვედურ ჰიმნებს. ასე გამოხატეს მათ სიყვარულით სავსე პატივისცემა. ამავე დროს ასობით განთქმული მეძავიც გამოემართა საკუთარი ეტლებით. ყველას მოუთმენლად სურდა უფალთან შეხვედრა. პირსახეს ბრჭყვიალა საყურეები უმშვენებდათ, რომლებიც მათ შუბლის სიტურბეს უსვამდა ხაზს. უფლის ზეადამიანური გართობებით შთაგონებულმა, გამოცდილმა დრამატურგებმა, მსახიობებმა, მოცეკვავეებმა, მომღერლებმა, მემატიანეებმა, გენეალოგიის მცოდნეებმა და სწავლულმა მთქმელებმა ყველამ შესაფერისი წვლილი შეიტანა და ასე გრძელდებოდა დაუსრულებლად. უფალი კრიშნა ღმრთების პიროვნება მიუახლოვდა მათ და ყველა მეგობარს, ნათესავს, მოქალაქეს და მის მისაღებად და შესაგებებლად მისულთ შესაფერისად სცა პატივი. ყოვლისშემძლე უფალი ყველა იქ მყოფს ესალმებოდა, თავს უკრავდა, პასუხობდა მისალმებაზე, ეხვეოდა, ხელს ართმევდა, უყურებდა და უღიმოდა, იმედს აძლევდა და ლოცავდა, ყველაზე მდაბიოებსაც კი. შემდეგ უფალი ქალაქში შევიდა, უფროსი ნათესავების, სნეული ბრაჰმანებისა და მათი ცოლების თანხლებით, რომლებიც აკურთხებდნენ მას და უფლის სადიდებლებს მსხვეროდნენ, სხვებიც ხოტბას ასხამდნენ უფლის სიდიადეს. როდესაც უფალი კრიშნა მთავარ გზებზე მიდიოდა, დვარაკას ყველა პატივცემული ოჯახის ქალი უბრალოდ მისთვის თვალის შესავლებლად სასახლის სახურავებზე ავიდა. მათთვის ეს უდიდესი დღესასწაული იყო. დვარაკას მცხოვრებნი მუდამ უმზერდნენ ყოველგვარი მშვენიერების წყაროს, შეუმცდარ უფალს და ეს მაინც ვერასოდეს ყოფნიდათ. უფლის მკერდი ბედის ქალღმერთის სავანეა. მისი მთვარისადარი პირსახე მშვენიერების მაძიებელი თვალის სასმელი ჭურჭელი გახლავთ. მისი მკლავები მართველ ნახევარღმერთთა განსასვენებელი ადგილია და მისი ლოტოსის ტერფები თავშესაფარი წმინდა ერთგულთა, რომლებიც მისი მეუფეების გარდა სხვა არაფერზე საუბრობენ ან მღერიან. დვარაკას გზაზესვლისას უფალს მზისგან თეთრი გოლგა იცავდა, თეთრი ბუმბულიანი მარაოები ნახევარწრიულად მოძრაობდა და გზაზე ყვავილების წვიმები ცვიოდა. უფლის ყვითელი სამოსელი და ყვავილის გირლანდები ისე ჩანდა, თითქოს მუქ ღრუბელს ერთდროულად შემოხვეოდა მზე, მთვარე, ელვა და ცისარტყელები. მამის სახლში შესვლის შემდეგ მას იქ მყოფი დედები გადაეხვინენ. მან კი თაყვანისცა მათ, თავი დახარა რამად ტერფებთან. დედებს შორის მთავარი დევაკი, მისი ნამდვილი დედა იყო. ხვევნას რომ მორჩნენ, დედებმა იგი კალთაში ჩაისვეს. წმინდა გრძნობის გამო მკერდიდან რძე გადმოეღვარათ. ისინი ახტაცებას მოეწვა და მათ თვალთაგან გადმოდენილმა ცრემლებმა უფალი დაასველა. შემდგომ უფალი თავის ყოველმხრივ სრულყოფილ სასახლეებში შევიდა. იქ მისი ცოლები ცხოვრობდნენ და მათი რიცხვი
16,000 აღემატებოდა. უფალი კრიშნას დედოფლებმა ჭკუაში გაიხარეს, როდესაც ამდენი ხნის წასული ქმარი შინ დაუბრუნდათ. ისინი მაშინვე წამოდგნენ და თავი ანებეს მედიტაციას. საზოგადოების ჩვეულების თანახმად მათ სახეზე მორცხვად აიფარეს ხელები და კრძალვით იმზირებოდნენ. ისე ძლიერი იყო დაუძლეველი ექსტაზი, რომ მორცხვი დედოფლები ჯერ გულის იდუმალ სიღრმეში ჩაეკვრნენ უფალს, შემდეგ წარმოდგენაში გადაეხვიდნენ და მერე ვაჟები გაგზავნეს მის მოსახვევად, რაც პირადად მოხვევის ტოლფასია, მაგრამ ომთავარო ფრგუთა შორის, თუმცა გრძნობების შეკავებას ცდილობდნენ, ცრემლები უნებლიეთ სდიოდათ თვალებიდან. თუმცა უფალი შრი კრიშნა გამუდმებით მათ გვერდით და ამავე დროს გამორჩეულად მარტოც იყო, მისი ტერფები სულ ახალი ეჩვენებოდათ. ბედის ქალღმერთი ბუნებით მუდამ მოუსვენარი და დაუდეგარი ვერ ტოვებდა უფლის ტერფებს და განა რომელიმე ქალს ერთხელ რომ შეაფარა თავი მის ტერფებს, ძალუც მასთან გაშორება. უფალი დაამშვიდა დედამიწის დამამძიმებელი მეფეების მოკვლამ. ისინი გაეამაყებინა სამხედრო ძალას, ცხენებს, სპილოებს, ეტლებს, ქვეით ჯარს და ასე შემდეგ. თავად მას ბრძოლაში მონაწილეობა არ მიუღია. უბრალოდ მტრობა ჩამოაგდო ძლევამოსილ ხელმწიფეებს შორის და ისინი თვითონ შეებრძოლენ ერთმანეთს. იგი ქარი გახდათ ბამბუკებს ერთმანეთთან რომ ახახუნებს და ამით ცეცხლს აჩენს. ღმრთების უზენაესი პიროვნება, შრი კრიშნა თავისი უმიზეზო წყალობით, შინაგანი ენერგიის ძალით გამოჩნდა ამ პლანეტაზე და ღირსეულ ქალთა შორის თითქოს მიწიერი საქმიანობებით ტკბებოდა. თუმცა დედოფლების მშვენიერი ღიმილი და მალული მზერა უნაკლო და ამაღელვებელი იყო და თუმცა მათ თავად კუპიდონის დატყვევებაც შეეძლოთ, სასოწარკვეთილს მშვილს დააგდებინებდნენ და თუმცა მათი მსხვერპლი შეიძლება თავშეკავებული შივაც გამხდარიყო, მაინც მიუხედავად მათი მომაჯადოებლობისა და მიმზიდველობისა, უფალს გრძნობებს ვერ უფორიაქებდნენ. ჩვეულებრივ მატერიალისტურ განპირობებულ სულებს გონიათ, თითქოს უფალი ერთ-ერთი მათგანი იყოს. უმეცრების გამო ფიქრობენ, რომ მატერია უფალზე გავლენას ახდენს, თუმცა იგი არ არის მასზე მიჯაჭვული. ღმრთების პიროვნების ღვთაებრიობა ასეთია, მატერიალური ბუნების თვისებებთან კავშირის მიუხედავად, ისინი მასზე არ მოქმედებს, ასევე ერთგულებზე, რომელთაც უფალს შეაფარეს თავი, მატერიალური თვისებები გავლენას არ ახდენს. ეს გულუბრყვილო და ფაქიზი ქალები მართლა ფიქრობდნენ, რომ უფალი შრი კრიშნა მათი საყვარელი მეუღლე, მათ მიჰყვებოდა და ემორჩილებოდა. ბოლომდე ვერც კი წარმოედგინათ თავიანთი ქმრის დიდებულება, ისევე როგორც ათეისტებმა არ იციან, რომ იგი უზენაესი გამგებელია.